ძირფასო ღვთისშვილო. თუ ახლა ამ ვიდეოს მნახველამდე მოხვედი, ეს არ მოხდა შემთხვევით. ანგელოზებმა გიგზავნავეს აქ, რადგან არის სასწრაფო გზავნილი, რომელიც უნდა მიაღწიოს შენს გულს. ამავე მომენტში, while you're listening to me, ამ ხმაზე თუ გისმენ, ცივრი ძალები მოქმედებენ შენს სასარგებლოდ. არის რამე, რასაც თხოვდი, რამე რისი მოლოდინიც გქონდა და უნდა გითხრა. ეს უფრო ახლოა, ვიდრე წარმოგიდგენია. მოხდეს ისე, რომ ახლა რთულ პერიოდს გადაიტანო, გონია შენი ლოცვები არ ჟღერს და ცად ჩუმია. მაგრამ დღეს აქ მდგარ ვარ, რომ ტებე ვაჩვენო, ეს არ არის სიმართლე. ანგელოზები სამუშაოს უკანაკეთებენ შენს ცხოვრებაში და ამზადებენ შენთვის რაღაც აუსარგესებენს. წინსვლა განვაგრძოთ მინდა, ჩაიდინო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. დაწერე კომენტარებში, მე ვიღებ ამ გზავნილს. ეს არის რწმენის ილუზია. ან ნიშნად საყმოში, რომ მზად ხარ მიიღო მოვლენები და კურთხევები, რომლებიც მოდის. გააკეთე ეს ახლა, რადგან ეს უბრალო ქმედება გამოიწვევს შენს ცხოვრებაში ძლიერ ენერგიებს. ანგელოზებმა მომიტანეს სპეციალური გამოცხადება შენთვის, ვინც ახლა იხილავ ამ ვიდეოს. ისინი უნდათ იცოდე, რომ მთელი ის დრო, როცა გგონიათ მარტო იყავი, ისინი შენ გვერდით იყვნენ, შეუჩერებლად მუშაობდნენ გზების გაღებისათვის, რომლებიც შეუძლებლად ჩანდა. შენ არ მოხვედით ამ ვიდეოში შემთხვევით. სულიერ ცხოვრებაში არაფრიც არ ხდება შემთხვევით. შენს სულს აქ მიუძღოდა, რადგან ის ღვთიური გზავნილი გელოდება შენ. ანგელოზებმა გაჩურჩულეს შენს სულებრივ ყურთან, შეეხეს შენს გულს და შეგიძღვანეს, რომ ზუსტად სწორ დროს დააკლიკო ეს ვიდეო. მათმა გზავნილმა მკაფიოდ გითხრა. სასწაული, რომელსაც ასე ელოდები, შორს არ არის. ის არ არის მომავლის უკიდურეს წერტილში და არ არის შემოთავაზებული იმაზე, რომ გახდეს სხვაგვარი ადამიანი, ან შეასრულო რაიმე განსაკუთრებული საქმე. სასწაული იბადება ახლა, ამ მომენტში, როცა სუნთქავ და როცა უსმენ ამ სიტყვებს. ანგელოზებმა მაჩვენეს, რომ გულზე ტვირთს ატარებდი. გზა რთული იყო, სავსე გამოწვევებით, რომლებმაც შენი რწმენა შეამოწმეს. იყო მომენტები, როცა ეჭვი გქონდა მართლა გისმენდა თუ არა ღმერთი შენს პრარევებს. მართლა არსებობდნენ თუ არა შენი დამცველ ანგელოზები. მაგრამ ისინი გარწმუნებენ. ყოველი შენი ცრემლი შენმა იხილეს, ყოველი ლოცვა გაიგეს, ყოველი ღმადული ამოსუნთქვა მიაღწია ღვთიური გულისთვის. ამავე მომენტში, როცა ჩემს მეც უსმე, შენ გარშემო არიან ანგელოზები. ისინი ეხებიან შენს გონებას, შენს გულს, შენს სულს. შესაძლოა იგრძნობდე განსხვავებულ შეგრძნებას, უხილავ მშვიდობას, ვერ ახსნათ სითბოს გულში, ან დარწმუნებას, რომ რაღაც იცვლება. ეს შენი ფანტაზია არაა, ეს ანგელოზეულის წარდგინებაა. ანგელოზების გზავნილი განახლებული იმედია. ისინი ეუბნებიან, რომ ლოდინის დრომ დავრდება, დახურული კარები იხსნება, გზები, რომლებიც დაბლოკილი ჩანდა, გაიწმინდება. სწორ ადამიანებს დააყენებენ შენს გზაზე. შესაძლებლობები, რომლებიც ხჭირდება, მზადდება. შენ ყოფილხარ ერთგული, მაშინაც როცა რთული იყო. შენ შეინარჩუნე რწმენა, მაშინაც როცა ყველაფერი შენს წინააღმდეგ ჩანდა. და სწორედ ამიტომ მოქმედებენ ახლა ანგელოზები. შენი მწარმკვდარობა ღვთიური გულ შეეხო და ნამატია მოდის. ვიცი, რომ გიგრძნია ისეთი წლები, როცა დილა ხვდები ასე. თითქოს მთელი სამყაროს თვირთი გეღიმება მხრებზე. ვიცი, რომ არიან ღამეები, როცა დაწვენ და შფოთები უფრო ხმამაღლა ჭყურჭნებენ, ვიდრე შენი რწმენა. შეიძლება ეს იყოს მატერიალური მდგომარეობა, რომელიც არ უმჯობესდება, ურთიერთობა, რომელიც არ ყვავის, ჯანმრთელობა, რომელიც გიბიძგებს წუხილს, ან ოცნება, რომელიც სულ უფრო და უფრო შორს ჩანს. ანგელოზებმა მაჩვენეს, რომ შენ ებრძვი უიმედობას. არიან დღეები, როცა გიტრიალობს თავი და ხედავს სხვებს, როგორ იპყრონ ის, რაც შენ გინდა. და ერთმა ხმამ ჩურჩულით თანაბრად გეკითხება. რატომ მე ვარ განსხვავებული? რატომ მეძალება ასე დიდხანს? ეს ხმა არ მოდის ანგელოზებიდან, ის მოდის შიშისგან, შფოთვისგან და ადამიანის მოუთმენლობით. მაგრამ დღეს ანგელოზები სურთ დააბრუნონ ეს ყალბი ისტორია შენს გულში. ისინი სურთ გაიგო, რომ შენი დრო არ არის სხვათა დრო. შენი გზა უნიკალურია. შენს გამოწვევებს მიზანი ჰქონდა, გაძლიერებისთვის განსაკუთრებული ფორმით და შენი გამარჯვება იქნება ზუსტად იმ ზომის, რაც საჭიროა შენი სულისთვის გაზრდისათვის. თუ გვხდება მატერიალური სირთულეები, გაიხსენე, რომ ანგელოზებმა უკვე დაიწყეს იმ სიტუაციების ორგანიზება, რომლებიც შეცვლიან თვაირეალობას.
ეს შეიძლება მოხდეს მოულოდნელი სამსახურის შანსით, ბიზნესით, რომელიც აყვავდება, იდეით, რომელიც შემოსავალს გამოიღებს, ან შეიძლება ვინმეს გულმა შეეხოს და ღმერთმა დაასხას ადამიანი, ვინც გაიღებს შენსად. თუ სიყვარულია ის, რასაც ეძებ, ანგელოზები ამზადებენ იმ ადამიანის გულს, რომელიც შენთვის შესაფერისია. ისინი უწესრიგებენ თქვენს გზებს, აქრობენ დაბრკოლებებს, რომლებიც აფერხებდნენ თქვენს შეხვედრას. შენი მსუხე, სულის წყვილი შეიძლება იყოს უფრო ახლოს, ვიდრე წარმოიდგენ. შესაძლოა ეს არის ვინმე, ვისაც უკვე იცნობ, მაგრამ ჯერ არ გინახავს გულის თვალით. თუ ჯანმრთელობა გაწუხებს, გაითვალისწინე, რომ ანგელოზები აგიყვენენ მართებულ ადამიანებთან, საჭირო მკურნალობებთან და სამედიცინო აღმოჩენებთან, რომლებიც საჭიროა. ისინი აძლიერებენ შენს ხელს, განაახლებენ შენს უჯრედებს და ბრუნდებიან შენს სიცოცხლის ძალას. ყოველი დღე მოდის და სიახლოვეს განიცდის სრული განკურნებისაკენ. თუ ოცნება იფიქრებ, რომ შეუძლებელია, ანგელოზები სურთ, გაიგო, რომ რწმენით არ არის არაფერი შეუძლებელი. ისინი ქვებს გადაადგილებენ, რომელსაც თავად არ წაედავ, აღჭურვავენ კარებს ადგილებში, სადაც არ იცი, რომ არსებობს, და აკავშირებენ შენს საჭირო ადამიანებთან, რომლებიც მოცემულს მოგცობენ. რა უნდა გაიგო ისაა, რომ შენი ამჟამინდელი მდგომარეობა, არა შენი საბოლოო ბედი, ეს მხოლოდ სტაცია გზაზე და ანგელოზები ამზადებენ შემდეგ სადგურს, რომელიც ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო. ამ მომენტში, როცა მისმენ, სულებრივ სამყაროში ხდება რაღაც უძლიერესი. ანგელოზები მოქმედებენ such an intensity, ისეთი ინტენსიობით, რომელსაც ცოტას თუ ხვედრი ვარ. ისინი ერთად მუშაობენ შენი ცხოვრების მრავალ სფეროში, როგორც ციური სიმფონია, სადაც ყოველი ნოტი თითო კურთხევაა, რომელიც შენთვის მზადდება. იცვამს არქანგელოზი მიქაელის ყოფნა შენს გვერდით. ის სინათლის ხმლით ჭრის ყველა ის ბმულს, რაც აქამდე აკავებდა შენს ცხოვრებას. ის არღვევს გენერაციულ წყევლებს, აქრობს სულიერ ბლოკებს და შორეკავს უარყოფით ენერგიებს, რომლებიც შენს წინსვლას აფერხებდნენ. ამ წუთს შენგან იხსნება ყველაფერი, რაც აღარ ემსახურება შენს უმაღლეს სიკეთეს. არქანგელოზი რაფაელი ასხურებს შენზე განკურნების თავის ძალას. თუ შენს ხელულში არის ტკივილი, ის ღვთიური ენერგიით თარეშდება. თუ შენ სულში გეხუთება წყლული, ისინი ურევენ ცის უსაზრო სიყვარულით და მკურნალობენ. თუ იარსებობს წარსულის ტრაუმები, რომლებიც ჯერ კიდევ გაფარავენ, ისინი გარდაიქმნება სიბრძნესა და ძალად. არქანგელოზი გაბრიელი ჩურჩულით ეუბნება შენს სულებრივ ყურწს იმას, რაც ახლა უნდა გაიგო. ის მოგანიჭებს ნათელობას გაფანტულ გონებას, შთაგონება შენს პროექტებსა და სწურ სიტყვებს შენი ლოცვებისათვის. შენი ინტუიცია იძენს სიფრიფანეს, შენი სულიერი აღქმა ვრცელდება. და არქანგელოზ ურიელი განათლებს შენს გზას. აჩვენებს მიწვეულ შესაძლებლობებს. გვიჩვენებს ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან და გამოყოფს არჩევანებს, რომლებიც მოგიყვანს შენს ღვთიურ დანიშნულებამდე. ციური სიბრძნე შენზე მოდის როგორც წვიმა მშრალ მიწაზე. როცა კი მხოლოდ არქანჯელოზები არ მუშაობენ. ამ მომენტში შენს გარშემო მრავალი ანგელოზია. სიმდიდრის ანგელოზები აღებენ ციური საწყობების კარებს შენ სასარგებლოდ. სიყვარულის ანგელოზები ნაზად ქსოვენ ოქროს ძაფებს, შენსა და შენს ბედნიერებას შორის. დაცვის ანგელოზები ქმნიან ურღვევ ფარად შენ გარშემო. სიბრძნიან ანგელოზები ათავსებენ ღვთიურ ცოდნას შენს გონებაში. შენ შეიძლება არ ხედავდე ფიზიკური თვალებით, მაგრამ თუ ახლოვე დახუჭავ ფალებს და გაღრმავებით სუნთქავ, იგრძნობ. იგრძნობ აუხსნელ შინაგან სიმშვიდეს. ჭეშმარიტების განცდას, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. სითბოსა და განახლებულ ძალას, რომელიც გისხამს ვენებში. ეს რეალურია. ეს ხდება სწორედ ახლა. ცები ზეიმობენ შენს რწმენაზე. ღმერთი ხიმილს გაღებს შენზე ამ წუთში. შენი გამძლეობა შეეხო ღვთიურ გულს ისე, რომ მიიღეს ბრძანება. მოაქციეთ ჩემი შვილი კურთხევით, მოაქციეთ ჩემი ქალიშვილი კურთხევით. დადგა ჯილდოს ჟამი. სასწაული არ მოდის, ის უკვე დაწყებულია. ის დაიწყო იმ მომენტში, როდესაც დააკლიკე ეს ვიდეო. იმ წუთიდან, როცა გახსენი შენი გული ამ გზავნილის მიღებისთვის. ახლა კი საჭიროა ჩაატარო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გზავნილი არ უნდა დარჩეს მხოლოდ შენში. მას უნდა ჰქონდეს გამრავლების ძალა. უნდა მიაღწიოს სხვებსაც, ვისაც სინამდვილეში ჭირდებათ იმედი. ანგელოზებმა მითხრეს, რომ როცა უზიარებ რწმენის სიტყვას, აქტიურდება ძლიერი სულებრივი კანონი, კურთხევების გამრავლების კანონმდებელი. შემდეგ კი გაგვიზიარე კომენტარებში,
რისი სასწაულის ელოდები? ნუ შეგერცხვება და ნუ გეშინია. როცა საჯაროდ აცხადებ შენს რწმენას, ისე იქცევი როგორც მოციქულები. განცხადებ საკუთარ ხილვას სხვების წინაშე და ეს ფლობს უზარმაზარ სულებრივ ძალას. შენი დეკლარაცია შეიძლება იყოს სწორედ ის სიტყვა რწმენის, რაც სხვას არ მისცემს დანებების უფლებას. თუ ეს გზავნილი შეეხო შენს გულს, თუ იგრძენი ანგელოზურმა ან ღმერთის ხელი მოგიყვანა აქამდე, გთხოვ, დააზიარე ეს ვიდეო. გააზიარე შენი სოციალური ქსელებით. გაუგზავნე იმ მეგობარს, ვინც სირთულეები გადის. გაუგზავნე იმ ოჯახის წევრს, რომელმაც იმედი დაკარგა. როცა უზიარებ რწმენის გზავნილს, ხდება რომ გახდები ანგელოზების ხელსაწყო, იმედი რომ მიიტანო სხვა ცხოვრებებისთვის. ანგელოზებმა მომაჩვენეს რაღაც მშვენიერი. ყოველივე ადამიანი, ვინც ამ გზავნილს შენს მეშვეობით მიიღებს, იქნება კურთხევა, რომელიც შენს ცხოვრებაში მრავალჯერობით დაბრუნდება. თითქოს შენ სასწაულების თესლს ნერგავ, რომელიც აყვავდება არა მხოლოდ სხვათა ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი შენს საკუთარ ცხოვრებაში. თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი არხზე, გიწევ ახლავე გამოწერაზე და აქტიური გახადო შეტყობინებების ზარი. ეს არა მხოლოდ მეტი ვიდეოს მისაღებად არის. ეს იმისთვისაა, რომ შეერთდე რწმენის ქინებას ადამიანებთან, რომლებმაც, ისევე როგორც შენ, სწამთ სასწაულების ძალის. როცა გამოწერავ, ხარა და დეუბნები სამყაროს. მინდა მეტი იმედის გზავნილები ჩემს ცხოვრებაში. და არის რამე განსაკუთრებული, რასაც მინდა გითხრა. ყოველ კვირას განსაკუთრებულად ვლოცულობ არხის გამოწერილთათვის. ვახსენებ თითოეული სახელს ღვთის წინაშე. ვთხოვ კონკრეტულ კურთხევებს და ვსთხოვ შუამდგომლობით თხოვნებს, რომლებიც თქვენ კომენტარებში ტოვებთ. როცა გამოწერილ ხარ, ხდები ჩემი პირადი ლოცვების სიაში. გახსოვდეს, შენი რწმენა მხოლოდ შენთვის არ არის. ეს სინათლეა, რომელიც შეუძლია გაანათოს სხვათა გზა. იყავი ეს სინათლე დღეს. გააზიარე, გამოეხმაურე, გამოწერილ ხარ. ანგელოზები განაგებენ შენს მონაწილეობას იმედის გარშემო გავრცელებაში. როგორც ამ გზავნილის ბოლოს მივდივართ, მინდა იცოდე, რომ დღეს შენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა. ეს არ არის მხოლოდ შეგრძნება, ეს სულებრივი სინამდვილეა. ანგელოზებმა იმოქმედეს შენზე იმავე მომენტში, როცა ამ ვიდეოს უყურადებდი. მათ დათესეს სასწაულების თესლი შენ სულში, გააქტიურეს თანდაყოლილი საჩუქრები, რომელიც ძილში იყვნენ. გახსნეს კურთხევების არხები, რომლებიც გქონდათ დაბლოკილი. როცა აქედან წახვალ, როცა დაბრუნდები შენი ყოველდღიურობისთვის, ატარე ეს სერთენი გულში. შენი ადამიანი აღარ ხარ, რომელიც ვიყავი, როცა დაიწყო ამ ვიდეოს ყურება. მოხდა რაღაც ღვთიური. დაიწყო სულიერი გარდასხვა და მომდევნო დღეებში, მომდევნო კვირებში დაიწყებ ამ გარდასვლის ნაყოფების ფიზიკურ ცხოვრებაში გამოვლენას. შეიძლება ხვალ მიიღო მოულოდნელი ზარი კარგი ცნობით. შეესაბამება შემდეგ კვირაში შანსი გამოჩნდეს უცაბედად. შესაძლოა ვინმე განსაკუთრებული უცნაურად შევიდეს შენს ცხოვრებაში. შესაძლოა ძველი პრობლემისათვის სასწაულებრივი გადაწყვეტა მოვლენენ. დააკვირდი ნიშნებს, რადგან ანგელოზები დაგიკავშირდებიან გზებით, რასაც ვერ წარმოიდგენ. უკანასკნელად მივცე განსაკუთრებული კურთხევა შენს ცხოვრებაზე. მოდით უფლის ანგელოზები დაინახლებდნენ შენსა და შენს ოჯახს. მოდით მშვიდობა, რომელიც აღემატება ყოველ გაგებას, დაიცვა შენი გული და გონება. მოდით ცისკარები გაიხსნას შენზე და შეუზღუდავად უხვად დაასხას კურთხევები. მოდით შენი გზები იყოს წარმატებით სავსე. შენი ურთიერთობები კურთხეულნი, შენი ჯანმრთელობა აღდგენილი და შენი ოცნებები იქცეს რეალობად. მოუხდი ისე, რომ შვიდა დაწვე, იცოდე, რომ დაცული ხარ ღვთიური სიყვარულით. გაიღვიძე ყოველი რანკი იმ ბრწყინვალებით, რომ დღეს არის დღე, რომელსაც უფალმა შეგიწყო შენს ბედნიერებისთვის. მოდიოდეს შენი რწმენა უფრო ძლიერი ყოველი გამოწვევის წინაშე. მოდიოდეს შენი იმედი განახლებული ყოველი ღრუბლის სახლით. მოდიოდეს შენი სიყვარული გამრავლებული ყოველი კეთილის აქციელით. ყოველთვის მახსენე, ცები უპირობოდ გიყვარდებიან. შენ მნიშვნელოვანია ღვთის გეგმაში. შენს ცხოვრებას აქვს მიზანი, შენი არსებობა არის მნიშვნელობის მქონე. შენი გზა ბოლოს მაინც მიიყვანს დანიშნულებისაკენ. ანგელოზები შენთან არიან, ღმერთი შენს მხარეს არის და არაფერი და არავინ არ შეაჩერებს კურთხევებს, რომლებიც შენს ცხოვრებაში მოდის. ჩვენ შემდეგ შეხვედრამდე მოდით სინათ